პატარა ბავშვებს ძალიან ხშირად აქვს უცნაური კითხვები. მე უკვე ცოტა ეჭვებიცებადებათ, უკვე დასრულდა საქმეშიც გვაქვს კითხვები და ეჭვები, განსაკუთრებით რელიგიასთან დაკავშირებით. რამდენად უწყობს ბავშვს კითხვები და ეჭვები რელიგიაში და რწმენაში გამტკიცებას ხელს? ამ კითხვებისა და ეჭვების გარეშე რამდენად მიიღებს ამ მე უფრო მეც გეტყვით, თვითონ ადამიანი ღვთის ხატება ნიშნავს, რომ ის არის ღვთის კითხვა. არასრულყოფილება, პასუხი არა, პასუხი თვითონ და გახდეს. იქ რო წერია რომ ღმერთმა თქვა, რომ ქვნათ კაცი ხატად და მსგავსად და მერე წერია რომ შექმნა ღმერთმა კაცი ხატად მსგავსად არ წერია. მსგავსება ჩემი პასუხი. შეიძლება ხატება ნიშნავს კითხვაში ყოფნას. ანუ ადამიანს ქმნის, რომელიც კაცი უნდა გახდეს. ხო და თუ კი ეს შენ კითხვა არა გაქვს, კითხვა რა არის? მიმღებლობა, უნდა გავიზარდო. მაშინ შე ვერ გაიზდები უკვე ფაქტიურად. ამიტომ ბავშვი როცა კითხვას სვამს, ხანდახან ჩვენ მშობლები გაბრაზე კარგი რა, იმაშობით გაჩუმდი, არცალია ფილმს უყურებ, მამა. დამშად არავის არცალი ბავშვი მუდმივად დაგიზდებს. იმიტომ ის ვერ გაიზდება სხვანაირად. კითხვა არის სიცარიელი მიმღებლობა. თუ კითხვაში პასუხი არ შემოვიდა, ვერ გაიზდები. მე ეს კვებასავით არის და აი ასეთი ბავშვი ჯობია, ვიდრე ის რომ მე რომ მკითხრო ძალიან მოწესრიგებული და ყველაფერს საერთოდ კითხვას არ სვამ და შიშიც კი აქვს და ეგრევე მორჩილება ის აი ესეთი იესოს დროს სხვათა შორის ზედმეტმა პატიოსნებმა და ხუთოსნებმა ქრისტეს ვერ გაუგეს. იმიტომ მათ ნორმაში არ ჩაჯდა. ამათ ზედმეტად პატიოსნები არა ესე მათ კუთხე და ესეთი გათვლილია ყველაფერი აქედან აქამდე. აი მაგალითად ქრისტე შაბათს კურნავს ქალს, რომელიც 38 წელი იყო დაკურუჭხული. არ გამართულა შაბათს და ნახე ის ხუთოსნები რას აკეთებენ ქრისტემ შაბათი და ბიჭო რა ქრისტემ შაბათი დაარღვე ეს ვერ ნახე რა გააკეთა და ქრისტეუბრება კაცი შაბათი კაცისთვის არა კაცი შაბათისთვის აი ამიტომ ესეთი ბავშვი არ უნდა გავზარდოთ ზედმეტად მოწესრიგებული ზედმეტად პატიოსანი არის ბავშვი სულეუბრებია ტყუილი არ თქვა ტყუილი ბიჭო შეუძლებელია ბავშვი ტყუილი კი არა ეს ფანტაზია ბავშვი ნახევრად ფანტაზიაში ცხოვრ ბიჭო ამას აუგზავნო ამას აუგზავნო იმას არ ქნა აბა ცუდი და მე ჩემთან მოყავთ ბავშვი 5 წლის ბავშვი აბა ისაო ახსარებას სიტყვის და რა თქვა ამ ბავშვმა ახსარება მთელი ჩემი ბავშვობა ვიპარავდი 24 საათი ეზოებში დავბოდი ხილს ვიპარავდი სიგარეტსაც ვეწეოდი მეოთხე გეუბნები პირდა ბავშვი ხულიგნობ რაღაცას კაცო ხან ასე აკეთებ ხო ცოტა უნდა ზედმეტად კაცრად რომ მოაწესრიგებ ის გამოდის უკვე ფარისებელი ის უკვე რაღაც თვითონ ვერ გაიხარა ბავშვობაში ყველაფერი რომ აუგზალეს ლამის სიცილიც კი ანუ იცინი უშნოდ ნუ დარბი ხარ ამას ნუ აკეთებ ნუ ტყუი ის იზრდება თუ ძალიან დაუჯერებ მშობლებს კი არ უჯერებ ბავშვი ტყდება და მშობლებს გონია თუ პატიოსანია ასეთი არ არის პატიოსანი სამწუხაროდ ეს არის უკვე ბავშვი რომელიც ყველაფერზე უარი უთხეს და პატიოსნად მიდის და უკვე შურია უკვე იზრდება იმან ხო რეალიზაცია ვერ მოახდინა რაც ბავშვობაში უნდა და სხვები რო აკეთებენ სხვებს არ პატიობს უკვე იმიტომ ისინი ცუდები არის, იმიტომ როგორ ეს საკუთარ თავის შეედრო მაგიგზავნეს, ის ვერ იტანს იმას უკვე რომ ვინც თავისუფლებაშია და ცოტა ისეთი და იზრდება ბავშვი ძალიან და ასეთები თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ძალაუფლებას თუ ჩაიგდებენ, ხდებიან უკვე ძალიან სასტიკები. იმიტომ თვითონ გაუხარებლო იყოს ხებსაც შურს იძიებენ ერთგვარად. ამიტომ ბავშვებს მიეცით ცოტა ამპლიტუდა, სიხშირე. აქეთ გადავარდეს, იქით გადმოვარდეს, მერე რა და ნელ-ნელა ისწავლის ამასობაში თვითონ მიხვდება გარედან ნუ აპროგრამებთ რომ ზუსტად ესეთი ხაზებითი არის მე ხანდახან ვამბობ ხოლმე შეხედეთ მეთქი ბუნებას აი ბავშვი მშობლებს მეტყვი კაი არის აი მანქანით რომ მიდიხართ რაღაც გაიხედეთ რა ხდება ერთ ხეს ვერ ნახავთ რომლის წოტები იყოს პროპორციულად აშვერილი კუთხეები ქონდეს 90 გრადუსია დააყრილი და თვალს ვერ მოასწრო და რატო გითხრათ ადამიანი ბავშვობიდან გამოიყვანოთ ბავშვი მოწესრიგებული ასეთი ჩარჩოში ჩასვლა ზედმეტად პატიოსანი ინგრევა მე მიეცედი ბუნებასავე ცოტა ლაღი იყო მთელი ჩემი ბავშვობა დედაჩემი დამზდებდა ხუთებზე ვსწავლობდი და მაინც არა სულ ხან იქით ხან აქეთ და მერეს ურბანისტულ ქალაქში კიდე ემატება საწყალი ბავშვი ოთახში გამოკეთილი გარეთ ფურც ვერ ვითამაში მანქანებით განა იქ უყვირიან აქ უყვირიან არ ხმაურო არ წახვიდა არ იყვირო და ეს უზარმაზარი ენერგია ბავშვი იზრდება და მერე იკეტება ან შეეშინდება და ნამეტანი პატიოსანი ხდება მაგრამ გულში გაუხარებელი ან დაგირღვებს დაგილეწავს ყველაფერს ქუჩაში წავა და არ დაგემორჩილებ